ბულგარეთისთვის ევროვიზიაზე პირველი გამარჯვების მომტანი მომღერალი დარა სამშობლოში დაბრუნდა. ტრიუმფატორ სოფიის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერი შეძახილებით დახვდნენ. პირველად 2017 წლის შემდეგ ევროპის მთავარი სიმღერის 70-ე კონკურსზე განმეორდა შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული ქვეყანა გახდა როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის რჩეული. ბულგარული მუსიკისთვის უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ და ვიმედოვნებ, ეს იქნება გაკვეთილი, რომ ჩვენი ქვეყნის არტისტები და ხელოვნების სფეროში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად უნდა იყვნენ მხარდაჭერილნი. ჩვენ გვჭირდება თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მსოფლიოს დასაპყრობად. ჩვენ კრეატიული ერი ვართ, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო აღიარებს. მომდევნო წლის ევროვიზიის მასპინძლობის მზაობა ბულგარეთის საზოგადოებრივმა მოუწყებელმა უკვე დაადასტურა. ინტერესი ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ხელმძღვანელობებმაც გამოხატეს, თუმცა საბოლოოდ ჩატარების ადგილი განისაზღვრება ევროპის მოუწყებელთა კავშირთან ერთად შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ამავე დროს ცნობილი გახდება მომდევნო ევროფესტივალის გამართვის თარიღებიც. მანამდე კი ქალაქ სოფიაში გრანდიოზული ფინალის ღამეც და 17 მაისიც იქცა სახალხო ზეიმად. მაგთალია ბულგარეთი ბუქმეიქერებისა და ევროფანების მიერ საუკეთესო ათეულში განიხილებოდა, თუმცა მის გამარჯვებაზე ფსონს ბევრი აგდებდა, თანაც ასეთი შედეგებით. ამას არასდროს ველოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დარასა და მისი სიმღერისადმი სიყვარული ევროპაში ასეთი აურაცხელი იქნებოდა. არა მხოლოდ ჟიურის, არამედ აუდიტორიის მხრიდანაც. ნამდვილად ჯადოსნური მომენტია. ზედიზედ მეორე წელია ევროვიზიის ფინალის კულმინაციურ მომენტში ერთ-ერთ მხარეს ისრაელია. წლევანდელი კონკურსის მეორე ადგილოსან სამშობლოში სიამაყით დახვდნენ. დაფიქსირებული შედეგი მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც მიულოცა. გრანდიოზულ ფინალამდე რამდენიმე საათთ ადრე ფესტივალის მასპინძელი ვენა კონკურსში ისრაელის მონაწილეობის გამო პრო-პალესტინურმა პროტესტმაც მოიცვა. წლევანდელი კონკურსი საკმაოდ დაძაბულია წარმატებული აღმოჩნდა ბალკანური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. გარდა გამარჯვებული ბულგარეთისა, აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა რუმინეთმა, რომელიც მაყურებლის მეორე რჩეული აღმოჩნდა. საბოლოოდ კი ფინალში მესამე ადგილი დაიკავა. დამოუკიდებლობის 35 წლის თავისადმი მიძღვნილი სიმღერა მოლდოვადან ათეულში მოხვდა საბერძნეთთან, უკრაინასთან, დანიასთან, იტალიასთან, ფინეთთან და ავსტრალიასთან, რომლის გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო წლის კონკურსი მაინც ევროპულ კონტინენტზე უნდა გამართულიყო. გეოპოლიტიკური ვითარების გამო ბოლო წლების ყველაზე სადავო და დაძაბულად მიჩნეულმა 2026 წლის ევროვიზია მაინც ჩაიგა ზეიმის ცეცხლოვანი შოუსა და კონკურსის 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში დაგროვებული არაერთი ლეგენდარული სიმღერის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. And here are your hosts, Victoria Swarovski and Michael Ostrovsky.